ივანე ჯავახიშვილი მე-20 საუკუნის საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და მრავალმხრივი მოღვაწეა, რომლის სახელიც განუყოფლად უკავშირდება ქართული ეროვნული თვითშეგნების აღორძინებასა და თანამედროვე ქართული მეცნიერების ფუნდამენტის ჩაყრას. იგი დაიბადა 1876 წლის 23 აპრილს თბილისში, განათლებული თავადის ალექსანდრე ჯავახიშვილის ოჯახში, რამაც ადრეული ასაკიდანვე განსაზღვრა მისი ინტერესი ლიტერატურისა და ისტორიის მიმართ. თბილისის მეორე გიმნაზიის წარჩინებით დასრულების შემდეგ მან სწავლა პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე განაგრძო, სადაც მისი მასწავლებელი და მენტორი ცნობილი მეცნიერი ნიკო მარი იყო. სწორედ პეტერბურგში ყოფნისას ჩამოყალიბდა იგი როგორც კრიტიკული აზროვნების მქონე მკვლევარი, რომელიც ისტორიას არა მხოლოდ მშრალი ფაქტების კრებულად, არამედ ერის განვითარების ცოცხალ და დინამიკურ პროცესად აღიქვამდა. 1802 წელს მან დაიცვა სამაგისტრო დისერტაცია თემაზე ძველი საქართველოსა და ძველი სომხეთის სახელმწიფოებრივი წყობილება, რაც მისი დიდი სამეცნიერო გზის დასაწყისი გახდა. ივანე ჯავახიშვილის ცხოვრების უმთავრესი და უპირველესი მიღწევა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებაა. ეს არ იყო მხოლოდ საგანმანათლებლო კერის შექმნა, ეს იყო ქართული სახელმწიფოებრიობის აღდგენის სიმბოლური და პრაქტიკული აქტი, რომელიც მიზნად ისახავდა ქართულ ენაზე უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობას. მიუხედავად უამრავი დაბრკოლებისა, როგორც ფინანსური, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით, 1918 წლის 8 თებერვალს, დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს, უნივერსიტეტი საზეიმოდ გაიხსნა. ივანე ჯავახიშვილი თავად ზრუნავდა ყოველ დეტალზე, დაწყებული სასწავლო პროგრამების შედგენით, დამთავრებული ქართული სამეცნიერო ტერმინოლოგიის შექმნითა და პირველი ქართული სახელმძღვანელოების დაწერით. იგი თავდაპირველად სიტყვაკაზმული სიტყვების ფაკულტეტის დეკანი იყო, ხოლო 1919 წლიდან 1926 წლამდე უნივერსიტეტის რექტორის პოსტს იკავებდა, სადაც მან საფუძველი ჩაუყარა ევროპული ტიპის უმაღლეს განათლებას საქართველოში. მისი სამეცნიერო მემკვიდრეობა იმდენად ვრცელი და მრავალფეროვანია, რომ ძნელია რომელიმე კონკრეტული დარგის გამოყოფა. მისი ფუნდამენტური ნაშრომი, ქართველი ერის ისტორია, რომელიც 5 ტომად გამოიცა, დღემდე რჩება ქართული ისტორიოგრაფიის უმთავრეს და გადაუჭრელ წყაროდ. ამ ნაშრომში მან პირველად გამოიყენა კომპლექსური კვლევის მეთოდი, სადაც ისტორიულ ფაქტებთან ერთად გაანალიზებულია ეკონომიკური, სოციალური და კულტურული ასპექტები. ივანე ჯავახიშვილმა საფუძვლიანად შეისწავლა და მეცნიერულ რელსებზე დააყენა ქართული პალეოგრაფია, დიპლომატიკა, ნუმიზმატიკა და მეტროლოგია. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი ნაშრომები ქართული დამწერლობის წარმოშობის შესახებ, სადაც მან მეცნიერულად დაასაბუთა ქართული ანბანის უძველესი ფესვები და მისი განვითარების ეტაპები. მეცნიერი არ შემოფარგლდა მხოლოდ ისტორიით. მისი ინტერესის სფერო მოიცავდა ქართულ სამართალს, ეკონომიკურ ისტორიას, ეთნოგრაფიას და კი მუსიკათმცოდნეობასაც კი. ნაშრომში ქართული სამართლის ისტორია მან დეტალურად აღწერა ქართული ტრადიციული სამართლის ნორმები და მისი ევოლუცია საუკუნეების განმავლობაში. ასევე, მან შექმნა პირველი სრულყოფილი კვლევა ქართული მუსიკის ისტორიის შესახებ, სადაც ხაზი გაუსვა ქართული პოლიფონიის უნიკალურობასა და მის ისტორიულ ფესვებს. ივანე ჯავახიშვილი მიიჩნევდა, რომ ერის ისტორიის სრულყოფილი აღქმა შეუძლებელია მისი კულტურული და სულიერი ცხოვრების სიღრმისეული შესწავლის გარეშე. ივანეს კვლევის მეთოდოლოგია გამოირჩეოდა წყაროების მკაცრი კრიტიკული ანალიზით. იგი ყოველთვის მოუწოდებდა კოლეგებსა და სტუდენტებს, რომ არასდროს მიეღოთ ინფორმაცია გადამოწმების გარეშე, თუნდაც ის ძველ მატიანეებში ყოფილიყო დაცული. მისი ღვაწლი განსაკუთრებით დასაფასებელია იმ ფონზე, რომ მას უწევდა მუშაობა უმძიმეს პოლიტიკურ პერიოდში. 1921 წელს საქართველოს ოკუპაციის შემდეგ საბჭოთა რეჟიმი მტრულად შეხვდა მის ეროვნულ იდეოლოგიას. 1926 წელს იგი უნივერსიტეტის რექტორობიდან გადააყენეს პოლიტიკური ნიშნით, ხოლო 1931 წელს საერთოდ დაითხოვეს უნივერსიტეტიდან როგორც ბურჟუაზიული გადმონაშთი. მიუხედავად ამისა, იგი არ შეწყვეტილა მეცნიერულ მოღვაწეობას და მუშაობას განაგრძობდა სახლის პირობებში, სადაც ასრულებდა თავის უმნიშვნელოვანეს ტომებს. ივანე ჯავახიშვილის ავტორიტეტი იმდენად დიდი იყო, რომ ხალხის თვალში იგი კვლავ რჩებოდა ერის ინტელექტუალურ და სულიერ ლიდერად. სიცოცხლის ბოლო წლებში იგი ხელმძღვანელობდა საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ისტორიის განყოფილებას და აქტიურად მონაწილეობდა არქეოლოგიური ექსპედიციების დაგეგმვაში. მისი სიცოცხლეც ისევე სიმბოლურად დასრულდა, როგორც წარიმართა. 1940 წლის 18 ნოემბერს
უნივერსიტეტის აუდიტორიაში ლექციის კითხვის დროს იგი შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა. ეს იყო მეცნიერის სიკვდილი თავის პოსტზე, იმ ტაძარში, რომელიც მან თავად ააგო. ივანე ჯავახიშვილმა დატოვა არა მხოლოდ მდიდარი ბიბლიოთეკა და ფუნდამენტური ნაშრომები, არამედ მთელი თაობა მეცნიერებისა, რომლებმაც მისი საქმე და კვლევის მეთოდები განაგრძეს. მან შექმნა ქართული ისტორიული სკოლა, რომელმაც გაუძლო დროსა და იდეოლოგიურ წნეხს. მისი ცხოვრება არის უბადლო მაგალითი იმისა, თუ როგორ შეუძლია ერთ ადამიანს თავისი ენციკლოპედიური ცოდნით, ურყევი პრინციპებითა და უსაზღვრო პატრიოტიზმით შეცვალოს მთელი ერის კულტურული, სამეცნიერო და პოლიტიკური ბედი. დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მის სახელს ატარებს, რაც მცირედი გამოხატულებაა იმ უდიდესი მადლიერებისა, რომელსაც ქართველი ერი ამ დიდი მამულიშვილის მიმართ განიცდის. ივანე ჯავახიშვილი იყო და რჩება ქართული რენესანსის სიმბოლოდ, რომელმაც წარსულის კვლევით მომავლის გზა გაუნათა თავის ქვეყანას.